მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენო მაყურებლებო, პირველ რიგში ყველას მადლობა არხის გამოტანისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. ასევე მადლობა კომპანია Ambos ჩვენთან თანამშრომლობისთვის და თუ ვინმეს უგზოებისთვის საბურავის ყიდვა გინდათ და უნახნათ, უნდა მოგწოროთ ჩვენ და ჩვენ დამატებით ფასტაგდება შემოგთავაზებთ Ambos-ის უგზოების საბურავის სრულ ასორტიმენტს. აბა რა ხდება დღეს რო გაქრი კადრიდან? დღეს მივდივართ დიდი ხნის ნანად შეჯიბრზე. რომელიც ძალიან მომინატრა. და ძალიან დიდი ხანია კიდე რაღაცა ესეთ კარგ გასვლაზე, ტალახიან გასვლაზე არ ყოფილვართ. იქიდან გამომდინარე, რომ მარგეს მანქანა არ ყავდა, ხან ყიდი და ხან არ ყავდა მომზადებული ხანის ახანას. ეხა ჯერჯერობით დროებით დაფუძნებულები ვართ Wrangler-ში. ეხა უნდა დავტესტოთ პირველად რა ბიჭი არის შეჯიბრზე. ჩვენი თინეიჯერი Wrangler-ი. როგორც და ვიდეო შევაპაზე. ხო. ზოგადად ბევრი შეჯიბრზე არ ვიცით, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია ზოგადად არ იყო, რაც უცნაურია ხოლმე და მინდა ორგანიზატორებს ვთხოვო შემდეგი შეჯიბრებისთვის თუ სხვა ორგანიზატორებს თუ ნებისმიერ პირს ვინც ჩაატარებს შეჯიბრს, რომ წინასწარ განრიგი გამოაქვეყნოთ ხოლმე, რომელ საათზე რა არის დაგეგმილი. ეხლა არის ორდღიანი შეჯიბრი და ხვალ რა ხდება საერთოდ არ ვიცით, დღეს რა ხდება. ეგაც ნაწილობრივ ვიცით, სტარტი რომელზეა რაღაცები ვერაფერი ვერ გავიგეთ. მოკლედ მივდივართ რა ტიპის შეჯიბრია დაახლოებით ვიცით რომ ტრაიალია, ანუ რაღაც სპეც მონაკვეთი იქნება, სადაც ჩქარა უნდა გავიაროთ, ყველა და არ მოგლიჯოთ პოძები და რაღაცეები. სავარაუდოდ დანარჩენ ადგილზე რომ მივალთ, იქ გამოჩნდება უკვე. ეს ყველაფერი მე მგონი ადგილზეც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მე მოულოდნელი არ იყოს. ეს რაღაც. იქ ვეჩხუბებით. ადგილზე ვიჩხუბებთ ერთ ჩხუბს. იქაც. არ გეგონოთ რომ ვიდეოთი ვამბობთ მარტო საკუთრებას. ჭალებში ჩხუბით. დავედით? წავედით. შემოვლით გზაზე გამოგვიშვეს. საერთოდ ჩოხატ უნდა გადაგვხვია, ხო? და არა, ოდაკეტილი არის და აი მოგოღავთ. არის საწობი გადახოს ბერკინგის იმადა ლიანდაგზე. ამეთი კარგია დავნახოთ. იმედია ჩავასწრებთ. ხო. შემოვუყევით მოკლედ შეჯიბრამდე აღმართე. შეჯიბრამდე მისასვლელი გზა ესე გამოიყურება, რაც აქედანვე დავიწყეთ შეჯიბრზე გამოსვლა. მგონი საკმაოდ მოღრუბლულია და მე მგონი კაიცო იმაში. კარგად გავერთოვით ალბათ. რაღაცა ძალიან საინტერესო იქნება. მივიდეთ და ამოვიგანგლეთ სრულიად ყველანაირად. და რა გაქვს აქ ჩართული? ჯერდა ისეთ ნავა ჩვენ ვერ მოვდივარ. ჯერჯერობით შეჯიბრზე როგორ გამოვიდეთ ნახოთ. აი ნახეთ როგორ გზაზე. ეს აიუცმედის და მოხდა. გზაზე მისასვლელადაც კი უკვე ხიდები დაგჭირდა ჩასწრებჩო. აი რელიეფია. ალახი სველი არის და თანდis. ზილითაა და აღმართებია დაკიდებული. აი ის ტრაქტორიც მოდოს ალბათ ამბობს. 300 მეტრი გადარჩა და უკვე მივალთ და მე გადავალთ შეჯიბრის სამზადისზე. იმედია არ დავაგვიანებთ, არ ვიცი. როგორი სიტუაცია დროიდან გამომდინარე. და ჩვენს უკანაც მოდიან მანქანები ის და რა. არა სტანდარტში გამოდის თუ არა, ეგაც არ ვიცით. მარტოები ვართ სუვით მარტოები არა ვართ, რამდენი მანქანა იყო მაგრამ იმგონია რომ მისულია ყველასმა თუ არავინ არ ამის დათუკეთეს. და ჩქეუდეს. აქედან იწყება ჩვენი შეჯიბრი. ვიცი, დაიწყება. პირველი გამოწვევა არის ამ მანქანას ისე აუაროთ გზა რა. ოკეი, გუჭირდა. მინდა გითხრა. მოიცა დაელოდეო. იმას გაუჭირდება. მიდიხარ ახლა. შემიძლია. ჩაერთო გიორგი სამუშაოებში. გეგმა ასეთია რომ გიორგი იქნებ აუაროს ამ მანქანას. გვერდი და მე ცოტა ამოვწიოვო. ადი ხარ, კარგად მოდი. ამოსული ხარ, დიდი. დავაი, მie გასწრო, ეს ამოვიყო შეგები, ხო, ბოქსერი ბორა გაკეთე. მოდის რომ მოატრიალოს ახლა მანქანა გაიყვანონ. რო გაასუფთავო. გადაყვავს მანქანა, მგონი ცოტა წამოიყვანა კიდეც კი. ამარო შეიხვიეთ მომხარ. და გზაც თავისო და მე დამსვეს რომ მანქანა Wrangler-ს მიათავდა წინ და ხოდა კაი. გააფუჭებს. ქვაზე. ახეთ რამდენი მანქანები არიან, აი მე ხალხს რო ჩერთ. საინტერესო დღე გველოდება.
აქ იქ მევაისები როგორც რომელზე ადგილია? რაღაცა საინტერესო დღე გველის. ისევ საჯების დაყურადღებოდ გოლს საჯები ასე რომ საუკეთესო ნომერი. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოკლედ ამოვედით სასტარტო პოზიციაზე, ცოტა დაგათვალიერებინეთ კადრები, ნახეთ რა ხდება, როგორ ხდება და ზაური არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ შეჯიბრის და ერთი-ორი სიტყვით გვეტყვის რა შეჯიბრია, რა ხდება ზაურ და რა მოვაწყეთ ეს და როგორი მიმდინარეობა აქვს გითხარი ერთი-ორი სიტყვით. მოკლედ, ტრასა არის ხილული, კი. წერტილები არის ტყეში. ეს წერტილები უნდა ავიღოთ რა, როგორც სტროფი. აი, ანუ ვიწყებთ აქედან მე ანუ აქ არის ყველა მიიღებს მონაწილეობას, სამოყვარულოც არის ეს ტრასა და ვისაც ენდობა მე სავარაუდოდ იმას შეუშვეთ რა, რომ დამთავრდება სამოყვარულოც. წერტილების მდებარეობას გასაიდუმლოებული მაქვს, რუგაზე არის ჩაწერილი, უნდა აიღოთ. აი, მოხსენთ ანუ მაგ წერტილებს ალბათ, ხო? ნუ, გააჩნია ვინამდეც გადაიხდეს. აჰა, ჩვენ რაღაცას გადავიხდით რა, რაღაცას სამაშველო ცოტას. სამაშველო კუთხე აღებული აქვს ჯიპტურის კლუბს. აქედან გამომდინარე, მანქანები არ დაგვრჩება. ანუ თუ რამე დაგვრჩება, შენ თან მოვალ. მოყავთ. შველოთ დაგვრჩება. ძალიან კარგი. და დღეს და ხვალ გრძელდება. კი. აი. აბა წარმატებებს გისურვებთ. წარმატება ასევე თქვენს ასე ვთქვათ, გუნდს. მადლობა. იცით რომ დარეგისტრირებულები ხართ და იმედია კაი შედეგი დაიდება. ბალეთი ყოფთ ყველას. აბსოლუტურად განურჩევლად. რაც გამოაგამო. გაიხარი, მადლობა ორგანიზებისთვის, მადლობა ყველა ორგანიზატორს. აი, წავედით ახლა სხვა რაღაცები გადავიღოთ. მაყურებლები, განთავსებულები არიან. ჩვენიერი ბილეთები უყიდიათ. ეს ფანზონაა ეს. დაიწყო. ვაყენებთ ერთ ნახევარზე. თუ ძალიან გაგვიჭირდა, მე დავუშვებ. დავაკვირდებით, ჯერ ბიგფუტები გადიან, როგორც გავიგეთ და მე სტანდარტები 117 ნომერი ვართ და მე 17-ები ვიქნები. ხო, და დავაკვირდებით სიტუაციას, ვის როგორ რა დასჭირდება. პირველი რიგგარეშე მონაწილე გამოვიდა, ორი მანქანა გამოდის ესეთი, შემდეგ გამოდიან უკვე ბიგფუტები. უბრალოდ ხა დავაკვირდებით რასაც მე საინტერესო მონაკვეთებზე გადავინოთ, რომ ჯერ ვერ გავიგეთ, ფეხითაც ვერ გავიარეთ. არ გვეყოდა თავიდან თუ აქ უნდა გვეულო და მაგიტომ აღარ შევისწავლეთ მე და გიორგი ფეხით და ამიტომ ეხა მოგვიწევს დაკვირვება და ასე გაგება. აბა საიდან მოძინა. გიორგი საბურავით დაშობაზე დავტოვე. და ნახეთ სადგიპოვე. ჰა? სადგიპო. მეც ტრასას მაგას ვიზახი რომ არ ვიცით თქო ჩვენ. ბიგფუტებიდან გამოდის პირველი მანქანა, ჩვენი ლოგოც ადგილზეა სტიკერით. მე როგორც მახსოვს თურქეთში რომ მივდიოდით, მაშინ დავდეთ პირველი საჩუქარი ბახმაროში. და იქ აიღეს ჩვენი საჩუქრები. დაისტარტა. აგერ მოდის ციკოს ეკიპაჟი პირველი მანქანა ბიგფუტებში და ნახოთ რა ისე. ჩვენი ჩაფხუტებია, ერთი ხუთხედის ძალას ეკმატებს მინიმუმ. მომატებული აქვს მინიმუმ. ახამდე რომ მე რო კითხავ ერთი, აბა როგორ იგავს მანქანა? ცოტა ისეთი ისა ტრეკია, თან ჩქაროსნულია, თან კაი სასიარულო, აბა ბიგფუტებისთვის ცოტა ბიგფუტებისთვის. მექანიკა კაია მაინც. მიაჭიკა. აბა გადაუხსნე მოსაფროში კარგად შესვლა. კარგად ვიდის ნორმალურად საუბრობ. მეტი ჩქარა როგორ უნდა წავიდნენ ვერ გეტყვით. მან ცოტა ისეთია, ნელა სასიარულო ადგილია, იმიტომ დათხრილები არის. და მაგიტომ ყველა სოჭის აქ არის ცოტა გადასაფრთხოებისავით. მეორე ვერ აიღო. უნდა დააძალო მაგ დროს მეორე. აბა. არ არის გადასაფრთხო, შეიძლება შეხედა. დაანამო დავაჭირო. ეგრე მოვხოთ ჩვენ. ეხლა მეორე გრუპზე.
აი ეს არის რასაც წეგან ვიძახდით რომ აქ ესე არ უნდა ჩახვიდე და უკეთესია თუ სერად ჩახვალ ესეთი ის არ დაარტყი ესე ძალიან არ დაარტყა აი ძალიან კარგია ის მომენტი რომ შემოსასვლელი აქედან არის და მონაწილე გადის იქიდან მხრიდან და ერთმანეთს ხელს აღარ უშლიან იმიტომ რომ სხვაგან არის ხოლმე ნუ შებრელიეფიც არის იძლევა იმის საშუალებას რომ ერთნაირად ეს ორი შესვლა-გასვლის ადგილი ჰქონდეთ და სხვა დროს როდესაც ერთი შესვლა-გასვლა არის ძალიან დიდი საცობი ხომ და ძალიან იწელება დროში და ეს მომწონს მონაკვეთი ამერიკული მთები არის თუ რა არის რაღაცა წერან ესე იგი ესაც მეორე მანქანა ისანია პატრული M57-ია ზრავში როგორც ვიცი ეგონ მექანიკა უნდა იყოს გორ გამოიქროა ნელა გზელია რა ქნა უნდა მოუხვიოს ჯარი მისაღებას ნელა მოხდება ჯობია ვაი არა გზელია ფოტოშორის რანგლება დავიდა გაზი მან ცოტა ცუდი ადგილი გქონდა მან ნელა უნდა გავიარო მოდის რუბიკონი რაღაცა წერია იმით საბურავი არ ვკითხოთ არ ვიცი რამდენზეა ყველაზე მოუყენია საინტერესოა იმიტომ რომ ძალიან გვაინტერესებს როგორ იულის რანგლერები როგორ იღიან ამისაზე და გავაკეთეთ აბა საინტერესო მოსახლეობაა ნამდვილად. რა გაიყვება ამის ჯარი მარა. გამიტოვა მე, მადლობა. პრობლემა. გამოვიყენებ შემდეგი ვიდეოში. აღარ არის, ტრასა აღარ დაგვრჩა, ტრასა. დაგვიტოვეთ გზა. მიდი გადახდი. იქ. სტარტება გრიშა, ბალაში ყოფ გრიშას. 2 1 დავიდა. ნელა იარეთ ხო და რას გავარდა ეს მე გავიდა. რა საჭიროა ასე ჩქარასია. ციტერ დროშა დაგიქნებიათ ნელა იარეო რომ ხარი რა სამში. აი უთხარ რა გეჩქარება მეთქი და გავარდა გიჯივით და. ციტერ დროშა სამხარი ხარს დაუგრებ. მე რომ მეუნები დიაგონალებზე ჩვენ გავივლით რაღაცნაირად. ჩავაჯაყუნებთ, ამოვაჯაყუნებთ და გავივლით. მოვიდა. აბა. კარგია, მიდი გრიშა. კარგია. აბა დავიდა. კარგია. ილათ. კარგად ჩავაი, მოკლე მანქანა რა კაია. კაია, გაგვიწმინდა გზა. აბა გამოდის კიდე ერთი გამოცდილი ეკიპაჟი, ბერდიას ეკიპაჟი.
მოკლედი. කොහොමද რა არის დასაბურავები უკანია? არ ვიცი. რა ზამთრის საბურავებით ამოსულა, ეთქვა თოლიო და ამათემებიო და ზამთრის საბურავებით დავიდა. ავიდა. ეჭოს. პარტი უფრო გაიყო. ვა! შესანიშნავი. გაჩერდა. კაია. დროულად გააჩერდა. მიდი. არ დამბეჭდავადა. სან ბერდია მაგარია. მიდი. ნახეთ. უნდა შემოგთავაზოს ეს თანახმობა ბერდიამ. ეგრე არის მოსული ნამდვილად. კაია, ვაი, გამეცანა. მანქანა უფრო ჩქარადადი, ჩემი კამერა ვერ გავიგე. მიდი. კარგია. ეხლა თავარია იქ ხეებთან ხილად ძალიან ცუდი გასასვლელი შეიძლება. ვაიმე. კაია. გაძურა, კაია. მან შეიძლება ნახევარი მანქანა დატოვო. ეგ არის ჩემთვის ყველაზე საფრთხილო ადგილი. ხარას უყურება ქედა. დაჩენი ოკეია. ავიცამენია. აია, ძალიან კარგად მიდის. შემილია ვქო, რომ ძალიან კარგ დროში მიდის. ნამდვილად. მიდი. კარგია. ეგ ძალიან ცუდი ადგილია, ზოგადად ძალიან დათხრილა, რომ ფაგაფუკი გაგვიდის ყველას. მეც რეკნება მას ფაგაფუკი რა უშო. გავაფაგაფუკებ. აბა, მიდი. კარგია. აბა, კარგია. ხენა ზამოში მოდის. გაზი დაგვენახეთ, ბიჭო, გაზი. კაია. წავიდა შემდეგი მონაწილე, კერძოდ Mitsubishi Pajero 2-ია, ორკარიანი. ეს კარგად უნდა იაროს. მონაცემები არის, მანქანა მოკლეა. რავი, არ ვიცი, ახლა დიზელი უნდა იყოს. სავარაუდოდ ვინაიდან დრავს სახურავზე აქ დიზელის დამახასიათებელი რიჭო, მაგრამ არ ვიცი, ალბათ დიზელია. ნახოთ რა თქმა ერთჯერობით კარგად მიდიან. ძალიან კარგ დროში მოდიოდა, მაგრამ რაღაცა ტექნიკური გამომართალობა, აი ზუსტად ფინიშიდან 5 მეტრში გაფუჭდა მანქანა. რა მოუვიდა? ვერ გეტყვით, აი ჩქარობენ. კლემა მოძრავ, აი მე რა სამწუხაროა. რემენი! მოკლედ გიორგი, გაგვაცანი ახლა. ვაიმე შენი ისინი გამოიტანე. ოპა. გაგვაცანი ახლა შუამსვლელობის ამბები. მოგვიყევი რა ხდება? ვაცნობ იმას, რომ მიმდინარეობს შეძლებელება. გამზადებული. აგვამწვერეთ. მიმდინარეობს შეჯიბრი, როლოდები თქვენ ვართ თითქმის ბოლოს. ბოლოში არა დაც. აბა ერთი ორი სიტყვა შეჯიბრზეც გითხარი. კარგად არის ორგანიზებული. ტრასები კარგად არის მოწყობილი, გადაღება ძალიან კარგად არის მოწყობილი, ლაივიც არის, დრონიც არის, ბევრი კამერებიც არის, დროულადაც მიმდინარეობს. მანქანები დროულად გადიან, შეფერხებები არა გვაქვს, ყველაფერი ჯერჯერობით კარგად ხდება. შეფერხებები რატო არ გვაქვს? იცით ახლა ვიდეოშიც თქვი, იმიტომ რომ შემომსვლელი მანქანისთვის ცალკეა გზა, გამსვლელისთვის ცალკე არის და თითქოს როგორი მარტივია მაგრამ იმიტომ რომ ძალიან იჭედებიან ხოლმე შემსვლელ გამსვლელი მანქანები, როდესაც ერთი შესასვლელი და გასასვლელი არის. ყველაფერი გასოლიცინებულია. ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს და მე ვნახოთ რა იქნება. შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ბულსების ხელი ეტყობა. ნამდვილად. ორგანიზებაში? კი. ავი. შენ ხელუკები დაგვანახე? მაიმსად. ამას ორიენტირებაზე ვერ ხმარობ და ესეთ ტრეკებზე ხმარობ. ცოტა დაწვი. ძალიან გაიგროვებია ჩვენ ხალხმა, ამიტომ ჩვენ მივიდით ნელა წყნარად შვიდად. თავი დავაფინიშოთ, თუ რამე ქოლა ავიღოთ. ხოლმე თუ არა და მე ორიენტირებაზე გადავალთ წყობში ყოფი მანქანით, ეგრე ჯობია, ეგრე გადავდეთ. კი, იმიტომ რომ დაზიანდნენ აქ ბევრი მანქანა დაზიანდა, ვითომ არაფერი და უწყინარ სიტუაციაში საკმაოდ დაზიანდნენ. დაზიანებს და იქთანაც გამოდიშოს, სადაც ჩვენ შეიძლება უფრო მეტი გამოცდილება ქონდეს ორიენტირების, ჯობია რომ აქ სტანდარტულად გავიაროთ, ნორმალურად და მე იქით გადავდეთ. აი ხლა უკვე ასრულებს 115 ნომერი ასპარეზობას, აი ესეც ჩვენს წინ დგას და მე შევალთ ჩვენს. ნელა, ბიჭო, ნელა.
მიდი. ლა კარტი კარტი. აი. ფაი. პირველის მერე დროს გეტყვი. ხილა და აი პირველს გაცდები და აქეთ აიღე ჩემ მხარეს და ვინ თვლით რომ Toyota-თი უფრო კარგად ივლიდა მარკე და კაი დროს აჩვენებდა და ლაიქით ეს ვიდეო. ნელა ვრანგლერია. მიდი, კაია, კაცო, მიდი. აი, ამი ჯაკსა პაჩქარები გიბლემ, მე ჩახვიდე და ამოვიდე და ხილას. მიდი, მე აბაწარი შეიძლება ჩავდიხარ. ნელა ბიჭო, ნელა. წავიდა, მიდი, წავიდა. ვინ თვლით რომ მარკე ბრონკოთი უფრო მაგრად ივლის. გადააზიარეთ ეს ვიდეო და იყიდეს მე ბრონკოს. აბაგია ჩვენი ასპარეზობა რო ვიარეთ, ახლა თქვენც ნახავთ უკვე კადრებში ჩვენ სიარულს. არა ჯერ შედეგები საბოლოო არ არის, ანუ მე რამდენად იგივე გავაკეთე. არ ვიცით, პირველი და მეორე დრო ვარ ეგ 100%-იანი ვიცით. მესამეზე შეიძლება, მაგრამ ჯერ ყველა მანქანა დავუვი, ამიტომ აზრი. და თან მეორე ტრასა არის კიდე წინ. ტრასა არ არის, შეჭილების აღება. და ეს კულები რა მოკლედ ჯამი. ჯერჯერობით აღწია რა თქმა უნდა. რაც შეეხება მანქანას და სიარულს, დაგიდების სისტემა აუცილებლად შესაძლებელია, იმიტომ რომ ვერ ამუშავებს ვერაფერს და ბრაგაბლოგი გაუდის და ვერ დადის. მე რაც შემეშალა იყო ის, რომ მივიდიოდი 4 ხანში, დამადაბლებელი არ მქონდა ჩართული. ანუ ვინაიდან ჩქაროსული გზა ის პირველი სიჩქარით და დამავიწრო სექშენის გატეხვა და განძს ვერ ვაძლევდი რა, ანუ გასს რო აძლევ, მოკლედ ვერ აძლევ, იმიტომ რომ სექშენი მუშაობს და იმ სიჩქარეში ახლა ვეღარ ვიპოვე, სად იყო ის გილაკი, რით ეგიჩებ. ამიტომ ეგრე ვიარეთ, თუ როგორც ვიართ, ჩვენი შეცდომა შემდეგში აღარ შეგვიძლია. ყველაფერს გამოწილებით ვსწავლობ. ამიტომ ეგრეა რა უკვე. ხო, მაგრამ თუ მაგ შეცდომები გავუთვალისწინებთ, მე დაგაიდრობთ. ნუ, ავი, ვირახუნე. შიგნიდან მაგრა ვირახუნე. გარედან რა თქოს არ ჩანდა რომ ეგრე ვირახუნე. არა, პირველს არა, მაგრამ შეიძლება მეორე გაგეუმჯობესებინა რა. 3.29-ში ვიარეთ და შეიძლება 3.27-ში ეუბო. აი უკვე ფიქრობ. შეიძლება საერთოდ უფრო ცუდად ვიყო. კი ვიწყებ. ჯერ ადრეა. არა, მაგას არ ვუღებ, შესავალი გაფიქრე. ვენდიცია გახსნილი ხო ყავა რაღაც. ასე რა უხერხული ანუ მონაწილეები ფეხზე განო საჯი ძის. მონაწილეები ფეხზე განო თუ საჯი ძის. გადა. რა. აკეთ შენ. სათარგმნელო. შენს ვლოგსაც მიხედა და თქვი სათხეთ მივდივართ რა ხდება. ჰა, მივდივართ. ვიტო რა მანქანა ეს რა მანქანა. საუკეთესოა. მე არ სუბაროები თუ ესე კაი. ანუ ძალიან მეყვი. მაგან მიშველა მე. ეხა გავდივართ მეორე შეჯიბრზე უკვე ორიენტირებაზე. დაახლოებით 5 წუთიანი შუალედებით გვიშვებენ მანქანებს. არის 9 წერტილი ასაღები და
საკმაოდ ისეთი გზა არის ურთულიო გაუბრუნდითო. ერთ-ერთმა მანქანამ უკვე ყუმბარაც გატეხა, ხო? და გაბრუნდნენ. აი ეს წყვილი ეხლა რო ამოყირავთ. ყველაფერი გააკეთეს მოკლედ. ხო, მათი დღე არ იყო. სხვა რა გვაქვს საკუთარი. მოკლედ ეხლა ჩვენ გავართ უკვე სტარტის ადგილზე და ალბათ მივიდით. всё, წავედით, დავიწყე. ეს პროგრამები თან გადაღებას გადავაყოლე. ხო, არა, კაი. კაი, წავედი ხა მეც წერტილები გვაქვს მასაზე. არა, მაქედან ვერ ამოხო. ხო, ესე ამოხო. ეგრეა. წამოდი, მიეცი გაზი. ვერ ამოდიხარ, თუ გინდა გაბრუნდი უკან და წამოდი ესე. ერთი წამით გვერდიდან ხო არ შეიძლება, აი მაქედან ხო? აი ახლა. იქეთ ხარია. მამას გამოშვება უნდა კიდე აშკარი იყო. ამა გამოუშვა? არ უნდა, არა, მოდი. გამოკაჩი, გამო. ტელეფონი საკითხის მინდა. ტელეფონი რა? აი და ჯიპეში. პირველ ნომერთან ჯალოს შორმა მოგვიწია, იმიტომ რომ ძალიან ესეთი დალახებია იმ ხერჩაობით. არ გადააგინე თუ არ დაგაკეთე. ჯერ დააკაჩინე ჯალოს გიორგი რო ცხვირი გამოწიო. ნელა დააძარი რომ მე იქ არ მიგანარცხოს ხეზე რა. მოდი იმას ედები ხეს, მაგრამ გამოსული ხარ, მიდი. ხო. ან ცხვირი უკან იმით სულით უნდა მოვიდეს. უკანა სულით უნდა მოვიდეს, აღარ გავიგე ლაპარაკობ, რომ სურათი გადავიღოთ. გიორგი მე სადაც დგავარ, მაქედა უნდა მოხვიდე, აი აქ დიდი ქვა არის და ვერ მოხვალ. ცოტა კიდე გაასწორებინე. კაია, მე მგონი ეხა შეგეძლება რომ შემოხვიდე იმით, რა ქვია. ეყოფა და ზადნით შეგიძლია შემოხვიდე ეხლა. ოღონდ აი აქ მე სადაც ვდგავარ, მხედავ? გიო, იქეთ აიღეს, იქეთ უნდა წაიღო ტრაკი, აქ ქვა არის. ეყოფა მაინც მოვიდეთ ბოლომდე და მოდი ცოტა რას გონი, ტალახში ეფრობი ცოტა კიდე, მოდი. მოდი კიდე, მოდი. კაი, აბა ცადოთ თუ გინდა ერთი წამი, ანუ წირავს შიტოქს, პრინციპში არც გაიწირა. მოდი, კაია მე მგონი. მოდი, კაია. ნელა წადი. ისე გიო მან დრო იმას იზავ, რა ქვია.
უკანა საბურავებსაც რო წამოიღებ, კვეთრი რას გონით ვერ ამოხვალ აქ? თავისით რატო ვერ ამოვა აქ? აკე ჩენითაც შეიძლება ამოხვიდე გიო, აი აქ. ვერ გადავრჩით მოკლედ ჩალოს ჩაბმას. ეხლა სხვა მანქანა ჩადის კიდე და ამის მერე ისიც უნდა ამოვუყანოთ. ძალიან დამცხა. შენც რომ მიახმარო გაზი არ ამოვა? ახლა რა მოჭიდება საერთოდ აზრი არ არის დაკიდებული აღმართია ვერ ამოვა. Всё, წამოვიდა. ვარჯიშობ. ვიცოდი რომ ჩამახცულია რა. всё. ბევრი მოვიდა გიყვაჩლა. რა დრუჟბა მოდის თუ რა არის? როგორი დღეა? და შუშა საქმეებია საყამოს და რომ ნახავ გეტყვით მე. წერტით თავარცმასრულები, როგორც ყოველთვის საცობია, თან ორი მანქანა გაჩერებული არის და ველოდებით ახლა ჩვენს რიგს. უძრავ, გამოუშვე რომ გაასწორო მანქანა. გავაწეყან მანქანის გამოისაქნა, თორე ამოდიოდა. всё. ამდე ჩასე, წადი. გადავაბა? არ გინდა იქ. აუ, კოშმარი ხდება უკვე. 43 წუთია შეჯიბრში ვიმყოფებით და ჯერ 3 წარტერი კიდე დაგვრჩა, უბრალოდ იქ მანქანამაც ვეღარ წამოიღო, იმიტომ რომ ეჯახებოდა ასრიალებდა. ანუ აი ცოტა გვიან შემოსვლა პრობლემა მაგიტომ არის, იმიტომ რომ უკვე მანქანებით გაფუჭებულები არიან, გზებიც უკვე გაფუჭებულია. ტილი ვერ ნახე, მაგრამ აქ არის რა. წადი, გადი გიღებ.
ხელი აუში რომ ვილაპარაკო ვეღარ მიგებრა უკვე. დავიდე თუ არ დამოვიდე? იქ წინა ამენგონჩები არ დამოვიდე? ხო და არ მინახავს თქო რიანი თქო, მაგრამ წინ არის თქო აშკარად ეს გზა იქნება გასავლელი. ეხა გამოვილი გასულ. ხო. აი მე და ვიცრები ძალიან რაზგონით წაბავით ძალიან ამეტანი რაზგონით წაბავით აუ რა ხაროხია ანანომ გადამიღეო როგორ გამოვიყურებიო არანაკლებ გამოვიყურები მეც აი რა აი ამაიფშე ახლა ეგა სამაგად მანქანა გამოიყურება საუკეთესოდ აი არა იმ ტალახში ეს გზაში დავკარგე რავი სადღაც ის უაზროთ მოვთეხე ის შეიძლება გადაგვერჩინა მაგრამ ტოიოტაზე რო მიჩვევი ikeceba ხოლმე არ დაიკეცა უტიაშვილის ბრალია ის ჩაურებრო შეგეძლო ხო ეს შიტოკი დავაზიანეთ კიდე აკეთ მაგრამ ნუ ეგ აფერია ეგ გაიშვებს გაიშვა მან საერთოდ ეგა არა დამნაშავე არის აი ის კაცი იქ ნუ დაყარა უბედური წერტილები დილამშვიდობის მეორე დღე არის მივდივართ ისევ შეჯიბრის ადგილზე და სანამ მივართ მცირე შეჯამება რო გითხრათ უშინ დავასრულეთ ორიენტირების ნაწილით ავიღეთ ყველა წერტილი მივედით რაღაც 1 საათში როგორი რომ მოხდა თუმცა ვიცით რომ მინიმუმ 2 მანქანა მოკეთეს დროში დავასრულა ისე რომ რა ხდება საბოლოო ჯამში მაინც ახლა ვიჯერებთ არაფერი არის მიიღეს გადაწყვეტილება ამინდიდან გამომდინარე ანუ არ გაწვიმდა დაამატეს დღევანდელ დღეზე კიდე ერთი გზა და შესაბამისად იქნება დღეს კიდევ მესამე გზა და ეხლა მივდივართ რომ ვიაროთ ამ მესამე გზაზე რომ საბოლოოდ გავიგოთ რა ხდება და როგორ ხდება აუ გუშინ კარგი შეჯიბრი იყო ოღონდ ამიტომ მე ვშიც ნახავთ მე ვიდეოში რომ გავაჩერეთ ვერ განახეთ მანქანასაც რომ დაიწყო ეს შეჯიბრი ძალიან მე პირადად მონეტრებული ვიყავი და ტალა და ძალიან მისია მქონდა ჯალოების დღე ჯალო ყველაფერი იყო ხვებსაც უშველეთ ჩვენ თავსაც უშველეთ და ასე მომწია ერთმანეთის გატანა ხო იმიტომ რომ ძალიან ვითარება იყო ვიდეოები ანალიზ გადაღებული რაღაცა ნახოთ შეიძლება დაგვარად თან შტურმანი რომ ვიყავი და თან კადრები უნდა გადამეღო და თან ასე შემდეგ რა შევძელი გადავიღე ჩვენი გადამღებები გასაგდებები არიან სამსახურიდან ერთი და მეორეც ორივე ერთმანეთზე უარგისი აღმოჩნდა აი ეს აი ესეთი ის გავუთ მაინც ჩვენები არიან ეს არის ჩვენი მანქანა მეორე და მცირე დაზიანებები გვაქვს რომელიც მდგომარეობს აგერ ჩანს კიდეც ხარი მოგძვრა თავისი თავით გამოვიდა სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე მოგძვრავო მithres და მოვხსენი მერე ხალხი მე თვითონ მოვტეხე სულად გავიარდა ჩემბრალია და წინში ტოკისის პლასმასზე ისეთი არაფერი არ არის აი ასეთი გზა არის ეს ლენტებს შორის დაბლიდან ქვევიდან ესე აი იქიდან ჩამოდის უნდა ამოვიდნენ და წავიდნენ ისეზევით აი მაყურებლები განლაგდნენ უკვე ჩვენ განლაგდით და მცირე კადრებს შემოგთავაზეთ ასეთ შევძლოთ რომ გადავიდეთ თან ჩვენ მონაწილეობთ და ყველაფერს ვერ ვიღებთ აი ხო შეჯიბრი და ერთის ტრასაზე ვართ ჩვენ გიორგი ტერორის ტრასაზე განეწოლა ეს არის პირველი დაპყრობა აქ როგორ ჩანს დასჭირდათ ჯალამბარი ვარ ჩამოაცვლო ქვევით ჩამოთავლელი აი ჩავკართ კალამბარი დაჭიმე კალამბარი
ხარა უყვარს. სადა მონაწილეებისთვის ეს კარგი აღარ არის უკვე. ასება გაუმართლა. მეორე მონაწილე მოდის უკვე. ტრასების შემხედვარე არ ჩვენგველის სტანდარტის კატეგორიას გარდიდღე. სახში მე არ გადამიარო ბიჭო. დაძუდა ჩემპიონი. Nela bicho. Deja cara. Ah! Popcorn chauteria. Cada vez. Akari. Ikronda. Რაღაცა მაიმუნობა ხრობას აკეთებს. მოდიო. კიდე მოდიო. აი გადავი. ელა. ბოლონდე დავი. აი ხარ. კარგია დაკო, კარგია. აი ბიჭო. კარგი. უნდა გვაყარეთ ბიჭო ტალახები. არა,
დაახვიე. აი ხარ. მოდის შემდეგი მანქანა აჯერო. ხაკეთ აღმოვიდი მე გადაღებაზე. შემდეგი გამოიმედია. აუქნა ხარ. აუქები. ყველანაირად. მე როგორ გადავიღო ვერ გეტყვით ვერაფერს. აბა. ბორცვი მაგან გააჩერა. თორე შეიძლება დასულიყო. ძალიან დიდი მომენტუმი დაკარგა მან. დააჯალოვებენ ახლა და გავაგრძელებს ისას. ანა ამჯერად სხვანაირად გადაწყვიტეს გამოვლა. წინა მანქანა კიდახეთ სხვანაირად გამოვიდა. კონკურენცია გქონდა გადაღებაზე. აჰა, შემდეგი მონაწილეებიც მოდიან. ეხა დააჯალოვებენ. მე აქეთ დავხვდები და განახებთ როგორ გაგრძელდება. მოვიდა. და მოვიდნენ. აია.
შემდეგი მონაწილე მოი ეს რა სამურაი ეს სამურაი არის 5 Mercedes-ი დევს შიგნით ხიდები რისი არის არ ვერ გეტყვით მაგრამ ძალიან მოიყურება აბა წავიდა ხას დაეჯახეთ არა გადარჩა ყველაფერზე ჩააქრეთ და ჯალოთი გაითრიეთ მიწოლა არ შეიძლება არ ჩაუთვლიან არ დაეხმაროთ არავინ თვითონ გადააყინავენ ხელი გარეთ ქონდა კიდე მაგრა გადარჩა რო არის მასნა ერთის დავცავე გადმოვაგდე გადააგდე რაც შეგიძლია აბა მოეცალეთ ახლა დავე ნიშა ადი წინ მოდიხა ნიშა მე მომის ეთიცა ნიშა ირიქი ნიშა ეს ხუთი მერსედეს ზეთი გადის ზეთი გადის და ზეთი გადის და ხელი ზეთი გადის აგრა გადის აუ მოდის შემდეგი მანქანა და იშნიკი ცოტა შესაკეცი გაქვს ჯალო აი ეგ თავი მიხედავთ რანაირად დავიდა გადმოვედით ახლა აქეთ ამ მხარეს ისტორიებს კარგად ბიჭო, საბურავში არ ჩაეხოს არა. მოდი არ უნდა შეხვევა მოდი. მოდი ცოტა გასი ჩამო. უნდა გადააყირო. რას ნიშნავს, როცა შტურმანი გარეთ. იმედად ხავს, მაგრამ მაინც ხوار მოგხვდათ ვინმე აბა მოდის შემდეგი მონაწილე როგორც ვიტყრეთ არის ნივაო ყველგან მივაო აბა ნახოთ ერთი როგორ მივაო ყველგანო აი ეს გამოჩდება უკვე არ ჩდება რა აჰა აზრონივო არის თუ არ ნივო არის რაღაც მოდის თავის მოყონყოლებს აბა ჩავიდა დააჯალოვეთ უკანა ხიდი არ ტრიალებს დასაბლოკი ხო არ გაქვთ არამე ჩასართველი არ ვიცი
მოვიდა შემდეგ დაპყრობაზე, იქ ამოვიდა ჯალამბარი. ძალიან უცნაურია ის, ხან ტრიალებს უკან ახედი და ხან არ ტრიალებს. არ ვიცი ეგრეა. აბა ნახოთ რა შეიძლება. რა ტაქტიკას აირჩევს. უცნაურად გაჭერდა. ეს მოვიდა შემდეგი მანქანა, ვიტო. ესეთი გამოვლა ჯერ არ ყოფილა. Bicho! რა დაგვიტოვე? აბა მოვიდა შემდეგი მონაწილე. მოხალხი. აცეცხლა. ოჩა. მე მგონი კონკურსი გამოუჩნდა. ჩაქტეროთ, მოდი. ჩაქტერო? ხო, რა. როგორ კმაყოფილი ხარ? აბა როგორ მიდის შეჯიბი, როგორ იმდენობა, როგორ კმაყოფილია ხალხი და გადასარევად მიდის ჯეჯეუს ყველა ჯანმრთელია და ეგ არის ყველაზე მთავარი ჩვენ საქმეში. რაც რაღაცა მანქანებზე რაღაცეები ტყდება, მაგრამ ეგ პირიქით საქმეს უხდება. თუ არავის დააფერი მოწყდა, ესე იგი რაღაცა შეეშალა ორგანიზატორს. ცუდი ტრასა არის. ჩვენი ის არის ტევიზი ვიცი ჩვენი 80-20 მუშაობს ხო. თუ ყველა მოვიდა ფინიშთან, ესე იგი რაღაცა ვერ გავაკეთე. კარგად, დანარჩენი კარგად მიდის ყველაფერი, დროში კარგად ვეტევით, დაშავარია. მონაწილეებით საკმაო რაოდენობითა და ყველა მეტაკლიმაცია მონება. და ძალიან საინტერესო ტრასებია, ნამდვილად კაი ტრასებია რა. ტრასები, ის არის ვინც ააგო ის მაყოფილი, ვერ იქნება რაც აუნა ვქნათ. ჩვენ თუ მაყოფილები ვართ მაგით. არა რა. კი, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ჩვენაც 22 მანქანა იყო სტანდარტში მარტო. კი ბატონო, მონაწილეები კი კარგად ყავდა, ეხლა შედეგებსაც დავიცვლით. ალბათ ბევრს უკვე არ ქადრი დაახლოებით რომ არის თუ არა საფრიზოზე. ჩვენ ვინც ყველა გზა იარა, პრინციპში კარგად იარა და ჩვენ რაშვილია დავამატეთ ჩვენი მხრიდან როგორც მონაწილეები, მაგრამ ორგანიზებული კარგად იყო, ანუ დროულად დაიწყო უშინდელი დღეც, დევანდელი დღეც, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტად დავჩაგდეთ და ბოლოს გამოგვიშვეს, მაინც დროულად დაიწყო. იმას ველოდებოდი რომ მეც კარგად ვიყოს. ორი ტრასა. რა ძალიან იშვიათობა ხოლმე ორი ტრასა იყო, ერთად გახსნილი და ერთად გადიოდა მანქანები და მაგანაც ძალიან ის. ესეც გაითვალისწინეთ ხოლმე. მოკლედ ბუსების ორგანიზების შეჯიბი და გამოსვლა შეიძლება. ეგ უკვე დანამდვილებით. ანუ ვიღაცა მარად თქვა რომ მანქანა დამიბუქსავდა და რაღაც ეგეთი პრეტენზიები იყო. აუ. თუ შეიძლება. და პლუს ამასა ძირით შედეგები დაგვახვედრეს უკვე. წინა დღეს ნასიარი. ხო. ყველა სხვა შეჯიბის ორგანიზატორი ყოველთვის რომ იქნება ერთ დღეს შეჯიბის მოურჩებით, მეორე დილით შეჯიბები დაგვახვედრეთ. სანამ გავიფიქრეთ შედეგებიაც რა თქმა უნდა. კი ბატონო. ამიტომ მადლობა თქვენ ორგანიზების კვალებისთვის. კი, მადლობა თქვენ, პატარა მანძილი არისო რომ მოახერხეთ, ჩამონახეთ დრო ყველას ვიტყვით. ორი დღე აქ ყოფნა ვიცი რომ ძნელია, მაგრამ დიდი მადლობა ყველას. აი, ესე გაგვიწვიმდა დღეს კი. და ხით, დავიდეთ.
დავიდეთ. მარგე ფეხით წასვლას ნახვაწებად და უარს როგორია. ანუ ეს არის დღევანდელი დღის ყველაზე რთული ტრასა. მოტივები გამოდიან, ამით სრულდება ეს შეჯიბრი. ნახოთ. საკმაოდ საინტერესო გზა არის და ნახოთ. მასედან აი აქ უნდა ამოვიდეს. მე რეგზაზე გადადიან და იქეთ ხეობაში უერთდებიან. აი გადავუვოთ აქეთ. გადმოეცა ეკი და მე ვყავ. ამგადეს ჯალო მოსაბნელად, იმედი ექნება მოგობრუნდა. გაეცალე. ნამდვილი ხალხია ხო? ეს კარგად მოამოვნენ ჯალას პირდაპირ ახენა ზავლენ. ცოტა ქვევი და დაიწინა. ეს არის ერთი კრუიზერის ნარჩენები ასე ვიტყოდი. თავისთავად ეს მანქანა იყო ერთი კრუიზერი. არ Toyota გამოგიდებენ და კიდება სულ ბალტა 4-დან 0-ია. ნუ ეხლა უკვე ორი ბლოკი აქვს და ასე შემდეგ. ალიან ჩქარი ჯალო. ოპ. კაია. ცოტა ხეიკის ჩადაება. მეორე მანქანა არის დამოსული. ბავშვებო, ხარ გამოაგდო. უკან დაუდგე. უკან არ დაუდგე. შეისწავლეთ ხო დაუძა. Ready?
კარგი ხარ. ჩაკაიწორე, მაგრამ მოგვაყვის ყველაფერს ახლა. მოგვაყვის. შენს გამოს მოუყვები რა კი. გიორგი დაგვეყალა და აი ესე დადეს. სკამებით. მოკლედ მეგობრებო, ვიასპარეზეთ შეჯიბრზე. საერთო ჯამში გამოვიდა, რომ ჩვენ კატეგორიაში გავედით მეორე ადგილზე, რაც არ არის ცუდი შედეგი პირველი გამოსვლისთვის, რას თქვენ? არა, ძალიან კარგი შედეგია, თან გვაყოფილები ვართ შეჯიბრით. იქიდან გამომდინარე, რომ ვრანგლერი ბოლომდე არ იყო მომზადებული და შენთვისაც უცხო იყო ეს მანქანა და პირველად იასპარეზე, მგონია, რომ ცუდი შედეგი არ დავდით. ცოტა გრძელია, ცოტა მოუხერხებელია მაგით სიარული, მაგრამ ნუ ყველა მანქანა იდეალური ვერ იქნება. ასევე მინდა მივულოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაიმარჯვა სხვადასხვა კატეგორიებში და მათ შორის ჩვენ კატეგორიებში და მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს ესეთი კარგი შეჯიბრის ჩატარებისთვის. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნეთ, მე ძალიან მიყვარს შეჯიბრობები. გვიამწერთ იმიტომ ამ ვიდეოს, რომ ამოვწყდით იმ დღეს. 5 საათზე ჩამოვედით დილის 5 საათზე. 6 საათზე აღარ მახსოვს უკვე. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უყურეთ გზაში. და მაგრამ ძალიან გვაყოფილები ვართ. აბა დროებით. კაი.